საგანგებო დებატები ევროპარლამენტში გაიმართება ზუსტად ერთ კვირაში, სადაც იმსჯელებენ საქართველოს ანტიდემოკრატიულ უკუსლოასთან, დემოკრატიულ უკუსლოასთან დაკავშირებით კრიზისი საქართველოში ასე ქვია დებატებს, რომელიც როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე დღეში გაიმართება და საგანგებო დებატები ბრიუსელში ჩაანიშნული არ იყო, ყოველ შემთხვევაში არ იგეგმებოდა, თუმცა BBC-ს სკანდალურმა ჟურნალისტურმა ფილმმა გახადა აუცილებელი და ევროპარლამენტარებსაც გაუჩინა კითხვები, რით მოწამლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოქალაქეები და ბუნებრივია ამ საკითხმა კიდევ ერთხელ წინ წამოწია ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საკითხი დღის წესრიგში და იქნება მსჯელობა. ევროპარლამენტარები ბუნებრივია ერთი მხრივ ისაუბრებენ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟზე, თუმცა მეორე მხრივ ისაუბრებენ სხვა პრობლემებზე, რომელსაც ხედავენ საქართველოში. დიდი ალბათობით მოთხოვნა დადგება ევროკომისიის მიმართ, რომ დაუწესონ სანქციები. ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას ყველას, ვინც ხელს უწყობს რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში, მათ შორის პროპაგანდისტებს, რადგან პროპაგანდის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამაში მას ეხმარებიან ის არხები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის მფლობელობაში იმყოფება და რომელზეც ბიძინა ივანიშვილს აქვს 100%-იანი გავლენა. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორის დიდი ალბათობით დღეს წესრიგში დადგება ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები, პოლიტიკური პატიმრები და შეწყვიტონ რეპრესიული კანონების მიღება, რაც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. შესაბამისად, ამ დებატების მიმართ იქნება ძალიან მაღალი მოლოდინი. განხილვებს და დებატებს აუცილებლად უნდა მოყვეს კონკრეტული სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩვენი საუბარი ჩვენს პარტნიორებთან არის ყოველთვის ესეთი, ანუ შემდეგი, რომ აქ მნიშვნელოვანია ტარგეტირებულად, მიზნობრივად კონკრეტული ადამიანების დასანქცირება, რომ მათ და მათი ოჯახის წევრები ვერასდროს ვეღარ მოხვდნენ ევროპაში და დასავლეთში. სხვა შემთხვევაში რთული იქნება ავტოკრატიის შეჩერება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეთი ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. დებატები საქართველოს თემაზე ევროკავშირში არ იყო დაგეგმილი 17 დეკემბრისთვის, თუმცა BBC-ს გამოძიებამ და კამიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებმა ცხადყო, რომ ევროკავშირში საჭირო არის კიდევ ერთი მოსმენა და კიდევ ერთი დებატი საქართველოს თემაზე, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევას, საქმე ეხება ადამიანების მოწამვლის საკითხს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კონვენციებს, რაც საქართველოა მიერთებული. ჩვენ წლის ბოლოს გვეცოდინება ევროკავშირის პოზიცია ქართული ოცნების მიმართ, მათ შორის უვიზო მოსვლის შეჩერება ქართული ოცნების წევრებისთვის და იმ ბიზნესებისთვის, იმ მოსამართლეებისთვის, ვინც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. შესაბამისად, ეს დებატებიც არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ ასრულებს წელს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ევროკავშირის მხრიდან. დებატების ჩაანიშნა საქართველოს შესახებ მოითხოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც არის სიდიდით მესამე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ევროპაში და ევროპარლამენტშიც შესაბამისად და ეს დებატები მათ შორის წინ უძღვის ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც დიდი ალბათობით 22 დეკემბერს გამოქვეყნდება დაახლოებით 2 კვირაში და სადაც ევროკომისია პრაქტიკულად წერტილს დაუსვამს ევროკავშირის მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში. ყველაფერი იქნება ძალიან ცხადი თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს სამომავლოდ და მომავალი თვეების განმავლობაში ბრიუსელი ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. სწორედ ეს ანგარიში იქნება ამის გზამკვლევი. დიდი ალბათობით ანგარიში პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ფურცელზე და დარჩება იქამდე, სანამ ქართული ოცნება არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას. ქართული ოცნების წევრების განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი არაპირებენ განმუხტონ ბრიუსელთან ურთიერთობები და ისინი ამბობენ, რომ მათთვის თუნდაც ევროპარლამენტის კრიტიკა და მომზადებული საგანგებო დებატებიც არაფრის მომტანია.
ფაქტობრივად ევროკავშირი არის იზოლაციაში, ამერიკის შეერთებული შტატები არ ელაპარაკება მათ ლიდერებს, არ ელაპარაკება ბიუროკრატებს და აკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად აცდენილი არის ევროკავშირი იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპა იდგა, კარგავს თავის იდენტობას, არის ეკონომიკური კრიზისი ასე შემდეგ, ამას ჩვენ არ ვაცხადებთ, ამ შემთხვევაში მე ვციტირებ და კონსტატაციას ვაკეთებ იმ ჩანაწერების, რა ჩანაწერების ასახული არის დოკუმენტალურად ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაში. რა არის ახლა ესეთ შეხვედრები ძალიან ბევრი ჩატარებულა და თუ ეს შეხვედრა ისევ დაეფუძნება რაღაცა აღქმებს და რაღაცა მაღალი ტრიბუნიდან მდიდარი ლექსიკის ასე ვთქვათ გამომჟღავნებას და ცოდნის დემონსტრირებას პოლიტიკურ ჭრილში ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. საგანგებო დებატები ევროპარლამენტში სახელწოდებით დემოკრატიული კრიზისი საქართველოში გაიმართება ზუსტად 4 შაბათს 1 კვირის თავზე თბილისის დროით საღამოს საათებში. გამომსვლელები იქნებიან საკმაოდ ბევრი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, ვინც ძირითადად ლობირებს საქართველოს ინტერესებს ევროპარლამენტში და ვინც ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ქვეყანას აშორებს ევროკავშირს. შესაბამისად ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დადგება რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა. ერთი ის, რომ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნათელი მოეფინოს კითხვას, რა გამოიყენეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სავარაუდოდ დადგება სწორედ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნაც და მეორე მხრივ ეს არის უცვლელი მოთხოვნა ევროპარლამენტის მხრიდან, რომ ბრიუსელმა წევრმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურ რეჟიმში გააძლიერონ სანქციების კუთხით ზეწოლა ქართულ ოცნებაზე და დაუწესონ რეალური ფინანსური სანქციები, რაც ოლიგარქის რეჟიმს მძიმედ დაარტყავს.